რა ფასად და რა რაოდენობით იყიდება პროდუქტი ბაზარზე. იმისათვის რომ დავადგინოთ თუ რა რაოდენობით და რა ფასად იყიდება პროდუქტი ბაზარზე, ამისათვის უნდა განვიხილოთ მოთხოვნა და მიწოდება ერთად. თქვენ ნახალზე ხედავთ მოთხოვნის დიაგრამას მარცხენა მხარეს და მიწოდების დიაგრამას მარჯვენა მხარეს. სად წარმოიქმნება საბაზრო წონასწორობა და საბაზრო ფასი? იქ, სადაც მოთხოვნის რაოდენობა და მოთხოვნის ფასი შეესაბამება მიწოდების რაოდენობას და მიწოდების ფასს. ანუ, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, წონასწორობის ფასი და წონასწორობის რაოდენობა წარმოიქმნება იქ, სადაც მოთხოვნა და მიწოდება კვეთს ერთმანეთს. მოცემული ნახაზის მიხედვით, საბაზრო ფასი არის $2, თოლო წონასწორობის რაოდენობა შეადგენს 7 ერთეულს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე ნაყინი იყიდება $2-ად, ხოლო გაყიდვების მთლიანი რაოდენობა შეადგენს 7 ერთეულს. იმისათვის, რომ განსაზღვროთ საბაზრო მოთხოვნა და საბაზრო მიწოდება, ინდივიდუალური მოთხოვნები და ინდივიდუალური მიწოდებები უნდა დავაჯამოთ. მოთხოვნას, როგორც წესი ბაზარზე, აყალიბებს ინდივიდუალური ადამიანი. მაგრამ ბაზარზე ვიცით, რომ არის ბევრი მყიდველი და ბევრი გამყიდველი. შესაბამისად, საბაზრო მოთხოვნა ეს არის მყიდველთა მოთხოვნების ჯამი. თითოეულ მყიდველს გააჩნია სპეციფიკური დამოკიდებულება ფასსა და რაოდენობას შორის. ანუ თითოეული მყიდველი საზღვრავს იმის მიხედვით, თუ რამდენად უღირს მას მოცემულ ფასად კონკრეტული პროდუქტის შეძენა. ამდენად, თუ ჩვენ მყიდველების მოთხოვნებს შევაერთებთ, მივიღებთ საბაზრო მოთხოვნას. ანალოგიურად, თუ შევაერთებთ გამყიდველების, ინდივიდუალური მწარმოებლების მიწოდებას, მივიღებთ საბაზრო მიწოდებას. კიდევ ერთხელ განმეორდები, მას სადამე საბაზრო ფასი არის $2 მოცემული ნახაზის მიხედვით, ხოლო წონასწორობის რაოდენობა შეადგენს 7 ერთეულს. ესე იგი, ნაყინი ბაზარზე იყიდება $2-ად. რა მოხდება იმ შემთხვევაში, რომ ნაყინზე ფასი რომელიმე გამყიდველმა გაზარდოს? მაგალითად, როდესაც ბაზარზე ნაყინი იყიდება $2-ად, რომელიმე გამყიდველმა ბაზარზე ნაყინი გაყიდოს არა $2-ად, არამედ უფრო მეტ ფასად. ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება ჭარბ მიწოდებას. ანუ თქვენ ხედავთ, რომ წონასწორობის წერტილის ზევით არეალი ეს არის ჭარბი მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი გაზრდის ფასს ნაყინზე, მაშინ ის პროდუქციის გარკვეულ რაოდენობას ვერ გაყიდის. ანუ ის გაყიდის უფრო ნაკლებ რაოდენობა პროდუქტს, ვიდრე ეს ბაზარზე იყიდება. ამდენად, წარმოებელს დარჩება გაუყიდავი პროდუქტი. შესაბამისად, წარმოებლის მოგებაც შემცირდება. ამდენად, წარმოებლის ინტერესი არის პროდუქტი გაყიდოს იმ ფასად, რაც წარმოიქმნება ბაზარზე. ანუ პროდუქტი გაყიდოს საბაზრო ფასად. ანალოგიურად, თუ მწარმოებელი შეამცირებს ფასს და გაყიდის პროდუქტს არა საბაზრო ფასად, არა $2-ად, არამედ უფრო ნაკლებად. ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება ჭარბ მოთხოვნას, რაც ნიშნავს იმას, რომ სურველთა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რეალურად
პროდუქციის რაოდენობა არის ბაზარზე გამოტანილი გასაყიდად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას პროდუქტი უბრალოდ არ შეხვდება. ანუ ადგილი ექნება დეფიციტს ბაზარზე. შესაბამისად, საბაზრო ფასის ზევით ადგილი აქვს ჭარბწარმოებას, ხოლო საბაზრო ფასის ქვევით ადგილი აქვს დეფიციტს ბაზარზე. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როგორც წესი, არ იქნება არც ჭარბი წარმოება და არც პროდუქციის დეფიციტი, რადგან ბაზარზე პროდუქტი იყიდება საბაზრო ფასად. ეს არის მომხმარებელთა და წარმოებელთა შეთანხმება, სადაც წარმოებელიც მზად არის, რომ გაყიდოს გარკვეული რაოდენობა გარკვეული ფასად და მომხმარებელიც მზად არის, რომ შეისყიდოს პროდუქტი ასევე გარკვეული რაოდენობა რაღაც გარკვეულ ფასად. ამდენად, საბაზრო ეკონომიკაში ხდება რესურსებისა და შემოსავლების ავტომატური გადანაწილება. იმის მიხედვით, თუ როგორია საბაზრო ფასი და როგორია საბაზრო წონასწორობის რაოდენობა. როდესაც საბაზრო ფასი არის $2 და იყიდება 7 ერთეული, წარმოებელიც შესაბამისად ორიენტირებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის რესურსი გამოიყენოს იმისათვის, რომ მოცემული პროდუქტი გაყიდოს. მაგალითად, წარმოებელმა ასეთ შემთხვევაში უკვე იცის, თუ რა რაოდენობის ადამიანები დაასაქმოს, რა ფართის შენობა გამოიყენოს, რა ტიპის ტექნოლოგია შემოიტანოს და ახდენს რესურსების დატვირთვას ფაქტიურად იმ ლოგიკით, თუ რა ინფორმაციას იღებს ის მოცემული ბაზრიდან. მაგალითად, ბევრი გამყიდველისა და ბევრი მყიდველის არსებობის შემთხვევაში, ვერც გამყიდველი და ვერც მყიდველი ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს პროდუქციის ფასზე და ვერც პროდუქციის რაოდენობაზე. გამყიდველიც და მყიდველიც იღებს მოცემულ ინფორმაციას ცნობად და ამ ინფორმაციის მიხედვით ორიენტირებულია. ეს ინფორმაცია განსაზღვრავს შემდგომ მათ ქმედებას. მოცემული ფასის პირობებში დამსაქმებელი ახდენს ადამიანების დასაქმებას, შესაბამისად საზოგადოებაში ყალიბდება დასაქმების გარკვეული დონე და ხდება რესურსების გადანაწილება იმის მიხედვით, თუ ფირმები და კომპანიები საბაზრო ფასიდან გამომდინარე რა რაოდენობის პროდუქციას ქმნიან გარკვეულ ფასად და შემდგომ რა რაოდენობის პროდუქციას ყიდიან ისინი მოცემულ საბაზრო ფასად. ანალოგიურია შემოსავლების გადანაწილების მექანიზმიც. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ხდება საოჯახო მეურნეობებში შემოსავლის მატება ან შემოსავლის კლება. იმის მიხედვით, თუ დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, შემოსავლებიც საოჯახო მეურნეობებში იზრდება. გაყიდვების რაოდენობა თუ იზრდება, კომპანიების მოგებაც შესაბამისად იზრდება. იმის და მიხედვით, თუ ვინ უფრო მაღალ რისკს ეწევა კონკრეტულ საქმიანობაში, შემოსავლებიც ამ პრინციპით ნაწილდება. ყველაზე მაღალი რისკი მოდის კომპანიებზე, ფირმებზე, რომლებიც წინასწარ შეისყიდიან რესურსებს და შემდგომ ელოდებიან შედეგს და ეს შედეგი უნდა იყოს მათი მოგება. შედეგი შეიძლება დასრულდეს ზარალითაც და ფაქტიურად მათ მიერ ჩადებული ინვესტიცია შესაძლებელია ასევე დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, კომპანიებს
ხვდებათ უფრო მაღალი შემოსავლები, დასაქმებულებს, დაქირავებულ ადამიანებს ხვდებათ უფრო დაბალი შემოსავალი. შემოსავლები ნაწილდება იმის მიხედვით, თუ რას კარნახობს ბაზარი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში. შემოსავლების განადაწილება ხდება არათანაბრად, არათანასწორად, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ რა რაოდენობის რისკს ეწევა ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად.